2021 წლის მასწავლებელი საცერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში, პირველი ვარიანტი ამოცანა ნომერი 36. სითბურ ძრავაში სრულდება ნახატზე გამოსახული 1 2 3 ერთი ციკლური პროცესი. მუშა სხეული ერთატომიანი იდეალური აირია, პენული წნევა და ვენული მოცულობა ცნობილი სიდიდეებია. და გვეკითხებიან განსაზღვროთ პირველი 2-3 პროცესის დროს აირის მიერ შესრულებული მუშაობა. კარგით, ესე იგი დავიწყოთ მოდით პირველ შემთხვევაში. ესე იგი, პირველ მუშაობას უკითხებიან 1 2 3 პროცესის 2-3 პროცესის დროს. ნუ თუ გავითვალისწინებთ ახლა, რადგანაც 2-3 პროცესის დროს წნევის მოცულობაზე დამოკიდებულება არის წრფივი, ამიტომ მუშაობა ტოლი იქნება პირდაპირ P დელტა V-ი. ახლა ორ პროცესში, ესე იგი, ორ პროცესში და 3 პროცესში, ამ წერტილებში, ორივე შემთხვევაში, როგორც ხედავთ ნახაზიდან, წნევა არის 3 პენულის ტოლი, 3 პენულის ტოლი. ეს უნდა გამრავლდეს მოცულობის ცვლილებაზე. მოცულობის ცვლილება იქნება 2-3 პროცესში V3 მინუს V2. ეს ტოლი არის 3 პენული, გამრავლებული. მოცულობა V3 მესამე წერტილში, როგორც ხედავთ, ტოლი არის 5 ვენულის, 5 ვენული, ამას გამოვაკლდება მოცულობა მეორე პროცესში, მეორე წერტილში. ეს იქნება ვენული. ეს კი ტოლი გამოგვდის. ეს უდრის 3 პენული, გამრავლებული 5 ვენულს მინუს ვენულზე, ანუ 4 ვენულზე. ეს კი ტოლია 12 პენული ვენულის. ანუ ვასწავლით აქედან, რომ მუშაობა 2-3 პროცესში ტოლი ყოფილა 12 პენული ვენულის. ანუ შეგვიძლია დავწეროთ პირველ შემთხვევაში, რომ მუშაობა 2-3 პროცესში ეს ტოლი არის 12 პენული ვენულზე. ხო, ახლა გადავიდეთ მეორე შემთხვევაზე. მეორე შემთხვევაში გვეკითხებიან 1 2 3 ერთი ციკლური პროცესის დროს აირის მიერ შესრულებულ მუშაობას. ხო, მეორე შემთხვევაში მუშაობა, სრული მუშაობა, ტოლი არის მუშაობის ერთ-ორ პროცესში, პირველიდან მეორე პროცესში, დამატებული მუშაობა 2-3 პროცესში, 2-დან 3-მდე და დამატებული ამას 3-დან 1-მდე. მუშაობა 3-დან 1-ისკენ. ასე. ეს უდრის, მოდი ახლა ცალკე გამოვითვალოთ ეს, ცალკე ეს და მე შევიტანოთ. ხა რის ტოლი იქნება? რის ტოლი იქნება მუშაობა A1 2 1 2. ეს ტოლი იქნება P. მოდი საშუალო მნიშვნელობა ჩავწეროთ, რადგანაც 1-2 პროცესის დროს, როგორც ხედავთ, წნევა იცვლება, ეს საშუალო დელტა V. ეს ტოლი იქნება P საშუალო გამრავლებული. ხა როგორც ხედავთ, 1-2 პროცესში პროცესი არის იზოქორული, შესაბამისად მოცულობა არ იცვლება, რაც გულისხმობს იმას, რომ V2-ს, ეს ტოლი იქნება V2 მინუს V1, რომელიც თავისუფლად ტოლი იქნება V საშუალო სინამდვილე V2. V2-ში არის ვენული გამოკლებული V1, აგრეთვე V1-იც, როგორც ხედავთ, ისე ვენული გვაქვს მოცულობა. V2 მინუს ვენული არის 0, P საშუალო გამრავლებული 0-ზე მივიღებთ 0-ს. ანუ გამოგვდის, რომ იზოქორული პროცესის დროს, როგორც ხედავთ, იდეალური აირი მუშაობას არ ასრულებს. 0-ის ტოლია. ეს ნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში რადგანაც არც მოცულობა არც ფართოვდება, არც იკუმშება, შესაბამისად მუშაობა 0-ის ტოლი გამოგვდის. ახლა გადავიდეთ ჩვენ მოდი A2-3-ზე, A2-3 გამოთვლილი გვაქვს. A2-3-ზე გვეგამოვთვალეთ. ესე იგი პირდაპირ შეგვიძლია დავწეროთ, რომ ეს ტოლი არის 12 პენული ვენულის. რაც შეეხება A3-1-ს, A3-1-ს, ეს ტოლი იქნება A3-1-ზე P საშუალო დელტა V, ეს ტოლია. საშუალო მნიშვნელობა 3-1 პროცესის დროს ეს ტოლი იქნება P3-ს დამატებული P1 გაყოფილი 2-ზე, გამრავლებული დელტა V 3-1 პროცესის დროს, მოცულობის ცვლილება 3-1 პროცესის დროს. ეს იქნება V1-ს გამოკლებული V3 და P3 რამდენია? აი ამ წერტილში როგორც ხედავთ, P არის 3 პენული, დავწეროთ 3 პენული, დამატებული P1 ამ წერტილში P1 არის პენული პირდაპირ, ეს გაყოფილი 2-ზე, გამრავლებული V1 ნახოთ რამდენია? V1 არის ვენულის ტოლი. ამას გამოვაკლდება მოცულობის მნიშვნელობა სამ წერტილში, რომელიც ნახაზიდან ხედავთ, რომ არის 5 ვენულის ტოლი. ეს კი ტოლი გამოგვივა. 3 პენულს პლუს პენული 4 პენულია, 4 პენულს თუ გავყოფთ 2-ზე მივიღებთ 2 პენულს. ეს გამრავლდება ვენულს მინუს 5 ვენული არის მინუს 4 ვენულზე და მივიღებთ, რომ ეს ტოლი არის მინუს 8 პენული ვენულის. ანუ უკვე ჩვენ შეგვიძლია დავწეროთ,
რომ სრული მუშაობა A1-2 პროცესის დროს მივიღებთ 0-ის ტოლი, ანუ დავწეროთ 0 დამატებული A2-3 პროცესის დროს ტოლია 12 პ0 ამას დამატებული როსტურად გამოკლებული, რადგანაც 3-1 პროცესის დროს მუშაობა მივიღეთ -8 პ0 და ეს ტოლი გამოგვდის 12 პ0 მინუს 8 პ0 მივიღებთ 4 პ0 ანუ მეორე შემთხვევაში მუშაობა ასრული ტოლი ყოფილა 4 პ0-ის. კარგით, გადავიდეთ ახლა მესამეზე. მესამე შემთხვევაში ჩვენ რა გვაქვს? შევხედოთ. მესამეში გვაქვს 1-2 პროცესის დროს აირის მიერ მიღებული სითბოს რაოდენობა. ხო, მოდით მესამეში ჩვენ გამოვიყენოთ ახლა თერმოდინამიკის პირველი კანონი, რომელიც გვეუბნება, რომ აირის მიერ მიღებული სითბოს რაოდენობა შეიძლება მოხმარდეს ან შინაგანი ენერგიის ცვლილებას დელტაუს, ან მუშაობის შესრულებას, ან ორივეს ერთად. გვაქვს ეს კანონი. ეს თავის მხრივ ახლა ჩვენ გვეკითხებიან მუშაობას 1-2 პროცესის დროს, შესაბამისად გვექნება მუშაობა A1-2 პროცესის დროს. ეს ტოლი იქნება დელტაურის ტოლი იქნება 1-2-ის დროს. ეს ტოლი იქნება U2 - U1 დამატებული A1-2. A1-2 გვაქვს 0-ის ტოლი არის, ამიტომ 0 დავუმატოთ, ეს იქნება ტოლი. ახლა თუ გავითვალისწინებთ ჩვენ რომ შინაგანი ენერგია ეს ტოლი არის 3/2 PV-სი, როდესაც საუბარი გვაქვს ერთატომიან იდეალურ აირზე და გითხრეს რომ აირი ერთატომიანი არისო. შესაბამისად U2-ისთვის ჩავწეროთ, U2-ისთვის მივიღებთ რომ ეს ტოლია 3/2 P2V2 minus 3/2 E1V1. ეს კიდე იქნება 3/2 მოდი გარეთ გავიტანოთ ფრთხილებს გარეთ. შიგნით დაგვშვა P2 და V2. P2 შევხედოთ აბა ახლა, აი P2 არის 3 P0, გამრავლებული V2-ზე, V2 არის V0. ამას გამოკლებული P1 რამდენი გვაქვს? P1 გვაქვს P0, ესე იგი იქნება აქ 3-იანი. ხო, აქ 3 გვინდა. გამოკლებული P1 არის P0, კი ბატონო, P0 და V1 რამდენია? V1-ში V0-ია. V0 ნახაზიდან უბრალოდ ჩავსვით ამ ტოლობაში და რას მივიღებთ? ეს ტოლი იქნება 3/2 გამრავლებული 3 P0 - P0V0 არის 2 P0V0, ეს კი ტოლია 6/2 P0V0, ანუ 3 P0V0 მივიღეთ, ხო? ასე. ანუ მესამეში გამოგვივიდა ჩვენ რომ მუშაობა სითბოს რაოდენობა 1-2 პროცესის დროს მიღებული სითბოს რაოდენობა ტოლი ყოფილა 3 P0V0-ის. ახლა მოდით გადავიდეთ მეოთხეზე. მეოთხეში უკვე იგივეს გვეკითხებიან. ოღონდ გვეკითხებიან უკვე 2-3 პროცესის დროს აირის მიღებული სითბოს რაოდენობას. მოდით აი აქ იქნებ ჩავტიო მეოთხე. ხო, ანალოგიურად ახლა აქაც Q3-4 ტოლი იქნება დელტა U პლუს A3-4. არა, 2-3 უკაცრავად 3-4 საიდან მოვიტანე, არ ვიცი, 2-3. ეს უდრის დელტა U ანალოგიურად იქნება U3 minus შინაგანი ენერგიის ცვლილება U3 minus U2 პლუს A2-3. ეს ტოლი იქნება. ეხლა U3 იქნება 3/2 P3V3 გამოკლებული 3/2 P2V2 ამას დამატებული A2-3. A2-3 რამდენი გვაქვს? ხო, A2-3 მიღებული გვაქვს, რო არის 12 P0V0. ეს ტოლი იქნება, მოდით აქედან 3/2 გავიტანოთ, P2 რო არ წეროთ, 3/2. შეიძლება გვექნება P2V3. P2 არის, შევხედოთ აბა P2 რამდენია? P2 არის 3 P0-ის ტოლი. ეს გამრავლდება P3 გვაინტერესებს უკაცრავად. P3 არის 3 P0, ეს უნდა გამრავლდეს. ანუ V3-ზე, V3 არის 5 V0. ანუ საბოლოოდ გვექნება 3 P0 ჯერ 5 V0, ანუ 15 დავწეროთ, მოდი პირდაპირ 15 P0V0 გვექნება გამოკლებული P2 რამდენია? P2 არის ის ანალოგიურად 3 P0 სტოლი, 3 P0 გამრავლებული V2-ზე, რომელიც V0-ია, ასე. ამას დამატებული 12 P0V0-ზე, ეს ტოლი იქნება 15 P0V0 - 3 P0V0 ტოლი იქნება 12 P0V0-ის, ეს რო გამრავლდება 3/2-ზე, რედზე 12 და 2 შეიკვეცება, აქ დაგვრჩება 6 P0V0, 3 რო გამრავლდება 6 P0V0-ზე მივიღებთ 18 P0V0-ს და ამას კიდე დაემატება მუშაობიდან წამოსული წევრი, ესე იგი 12 P0V0 და საბოლოოდ მივიღებთ რომ ეს ტოლია 30 P0V0-ის. ასე ბატონო ჩემო, ანუ მეოთხეში დავწეროთ, მიღებული სითბოს რაოდენობა 2-3 პროცესის დროს ტოლი ყოფილა 30 P0V0-ის.
და მეხუთეში გვეკითხები არის სითბური ძრავას მარგი ქმედების კოეფიციენტო. ხო, ესე იგი, მარგი ქმედების კოეფიციენტს რაც შეეხება, მარგი ქმედების კოეფიციენტი ეტა, უწესი ეტათი აღნიშნავენ ხოლმე. ეტა ტოლი არის სრული მუშაობა, ასრული. მოგოთ საუბარი არის მიღებულ რაოდენობას, მიღებული სხეულის მიერ დადებითად შესრულებული მუშაობაზე, შეფარდებული აირმა რა მუშაობაც შეასრულა, შეფარდებული მთლიან სითბოს რაოდენობასთან. Q უпростоრად მიღებულ სითბოს რაოდენობასთან, რადგანაც საუბარი გვაქვს მარგი ქმედების კოეფიციენტზე, მარგი ქმედების კოეფიციენტი გვიჩვენებს რა წილი მუშაობის რა წილი მოდის, დადებითი მუშაობის რა წილი მოდის სისტემაში მიღებული სითბოს რაოდენობიდან. თუ ეხა სითბოს იდეალური აირი ან ძრავა სითბოს გასცემს, მაშინ მაგ შემთხვევას მარგი ქმედების კოეფიციენტის დროს არ ითვალისწინებენ ხოლმე, უბრალოდ განმარტებიდან გამომდინარე, ან ქვემოთ შევიდეთ დავწეროთ Q მიღებული. ანუ ეს თავისუფლად ტოლი იქნება A მუშაობა A1 A1 2 3 4 პროცესის დროს შეფარდებული Q1-ორთან, მიღებული სითბოს რაოდენობა 1-ორთან, პლუს Q2-3 და კიდე გვაქვს ჩვენ სითბოს რაოდენობა Q3-1 პროცესში, მაგრამ Q3-1 პროცესის დროს სისტემა სითბოს კი არ იღებს, არამედ გასცემს, ამიტომ შეგვიძლია Q3-1 არ გავითვალისწინოთ ამ შემთხვევაში, არ გაითვალისწინება. ანუ ეს ჩვენ გვექნება აქედან რა გვექნება, მოდით დავთვალოთ სრული მუშაობა რამდენი მივიღეთ 4 პენული, პენულის ტოლი მივიღეთ. Q1-2-იც გამოთვლილი გაქვს, კი ბატონო, აქ გვაქვს გამოთვლილი, გამოგვექნება 3 პენული ვენულთან დამატებული. Q2-3-იც გამოთვლილი გვაქვს, ეს არის 30 პენული ვენული, ეს კი ტოლი იქნება 4 პენული ვენულის ფარდობისა 33 ნულ ვენულთან. ისინი შეგვეკვეცება და დაგვრჩება საბოლოოს 4,33. ანუ მეხუთეში საბოლოოდ პასუხი რო დავწეროთ, მეხუთეს პასუხი ყოფილა ეტა მარგი ქმედების კოეფიციენტი უდრის 4,33-ს. ხო, ანუ საბოლოოდ მეხუთეში მოდით კომენტარი რო გავაკეთოთ კიდევ. ძრავის მარგი ქმედების კოეფიციენტი რადგანაც განისაზღვრება აირის მიერ ერთი ციკლის განმავლობაში შესრულებული მუშაობის შეფარდებით მიღებულ სითბოს რაოდენობასთან, ამიტომ დავწერეთ ეს ტოლობა, ჩავწერეთ მარგი ქმედების კოეფიციენტებისთვის. ეხლა აირის მიერ შესრულებული მუშაობა მთლიანი პროცესის განმავლობაში მოცემული გვაქვს და დავწერეთ. ხოლო რაც შეეხება შევნიშნეთ აგრეთვე ის, რომ ერთ ციკლში მიღებული სითბოს რაოდენობა არის Q1 2 და Q2 ჯამის, ანუ 3-1 პროცესის დროს აირის სითბოს გასცემს, ამიტომ მას ავითვალისწინებთ და საბოლოოდ ჩასმით, მივიღებთ რომ მარგი ქმედების კოეფიციენტი ტოლი არის 4,33. ნუ თუ პროცენტებში გვინდა ჩავწეროთ, შეგვიძლია 100%-ს გავამრავლოთ და ამ შემთხვევაში მარგი ქმედების კოეფიციენტი ჩაიწერება პროცენტული სახით. თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, თუ როგორი სახით ჩავწერთ.